მოგესალმებით სამეტაურის ვიდეოსებში კიდევ ერთხელ, კიდევ ერთი მშვენიერი სიახლე გვაქვს. მადლობა შავ პარასკევს. რაც არის? ხო, კარგი შავი პარასკევი იყო ერთი თვის წინ. ხო. და მადლობა USA თუ ჯორჯიას რისთვის? თუ ანუ არანაირი მადლობა არ მაქვს. სიტუაციას არ გიხსნი უცებ. შეგვემატა რეზინის პრინტერი. ყუთში დევს. არ ვიცი შიგნით რა ხდება. მაგრამ ხო, ვიცი რომ აი რაღაც ხდება. ხო და ანუ ერთი გამოცდილება ორჯერ მქონდა ეგ სიამოვნება ცხოვრებაში, რომ მივდივარ, კოდი ავკრიფე და ველოდები რა, ხო და იდეაში ხო რაღაც უნდა ჩადონ და გამოგიცურონ, მაგრამ ეს ეხლა დიდია და მძიმეა რა. შესაბამისად ის კარი იღება, რომელიც არ იცი რო გაიღება, მაგრამ სანამ ის კარი გაიღება, გესმის. ჭახ და იღება კარი და ვიღაცა ტიპი დაბნეული და შეძწუნებული, იმიტომ რომ ანუ მთელი ამ დროის განმავლობაში ვიძახი. ნელა, წყნარ ჩვიდად არაუშავს, არ ნუჩქარობ. ანუ აი მას ხმებს გამოვცემ USA ჯორჯიას იმ რიცხვებს ვუყურებ რა, იხელი რომ მოაწერე თითით. მაგას რა. მაგრამ არა, ჯიჯი. ლოკერისი მაგარი. კი. ხო და ეხლა არ ვიცი რა, შეიძლება დარხეული აქვს შიგნით ყველაფერს. ანუ მაგრამ ყუთო დავხედოთ, აქ ერთი ნახრეთი ეს მთლიანად გაჩეხილი, კიდე ერთი ნახრეთი, კიდე ერთი ნახრეთი. აქედან კიდე ნახრეთები. ხო, კიდე ის არის, ოკეი. აქეთ ცოცხალია. ანუ ეხლა ხუთი ისე დევს, როგორც ახატია, რომ ხარც ზემოთ უნდა იყოს, მაგრამ რაღაც აი ესე გამომაწოდეს ხუთი. ხო და არ ვიცი რა, შევუდგეთ საქმეს, ავამოხოთ. Fingers crossed. აუ, იმენა საშინლად სხვაგან გავჭერი. ხო და რავი, თან აწერია, ფრთხილად ხვევადია. ეს ხარე იქით, ეს ხარე აქეთ. იმას აი ეგ ჩანს, აი სად არის საზომი რომ მოვიტანე? აი რო და შევუშვათ. აი 20 სანტიმეტრი 15 სანტიმეტრზე სტიკერი ატეპია რომ ფრაჯილე. ფრაჟაილ. ოპა, მოიცა. რა ხდება ახლა? შიგთავსი ჩანს ყუთი? აგერ შეგა ჩანს. კაი. ნახე. კი. აი ამ ბუშტების იმედი მაქვს. ამ ბუშტების იმედი მაქვს, თორე აბა გადამზიდავების იმედი ვერ გექნება. ერთი აი ეს ცოტა. აჰა, ეს არის. ხელსაწყოების რაღაც არის? ხო, რა. მოიცა? ეს დეკაბელი არის. მაგრამ ამერიკული ვერსია, მაგრამ ამერიკული ვერსია არ გვინდა ჩვენ. აი. მაგრამ ეს აი ხუთი უნდა იყოს მართკუთხედი. ხო, არ არის მართკუთხედი. ანუ ეგ მოსალოდნელია. კარგი, აბა. აუ, ეს კამზე უნდა გადავაკრა რა. ნახე რა კაი რამეა. ნუ მე კაი რბილი რაღაცა. კი. მაგრამ ეხლა სანამ ამოვიღებთ, აბა. აჰა, აი ამ ყუთი სადაც გატეხილია, იქით ესენი ქონდა ჩამოფარებული და კიდევ კაი. კი, წესით ყველაფერი რიგზე იქნება ეხლა. რა თქმა უნდა, უშენიერის და ულამაზესი მანუალი, რომელსაც გამოვიყენებთ. არ წაიკითხო მანუალი, არა. მაგრამ სანამ ეგრე არ უნდა გადმოიღო პირდაპირ. რა, აბა როგორ უნდა გადმოიღო? გვერდზე დადო და ქვენდაწილი არის ეს. ქვენდაწილი არის. აი ეს უნდა გადმოვაყირავოთ. მოვაწვინოთ და ავაყენოთ ფეხზე. და უნდა გამოვაცუროთ ნედლად. კაი, მიდი შენ მოკიდე იქ და მოიცა ქვემოთან. ოპა. ეს ახლა გამოვწიოთ უკან კარგად. მოიცა. აჰა, მიდი გამოვაწვი. ვიგო. ოპა. და. ადა მორჩა ეს არის? ხო. ეს არის? გაყუთულია უკვე? თითქოს. ერთი რაღაცა ყუთის ძიში არის ეს, რომელიც არ უნდა გავუწყდეს. სადღაც ეს არის ქართულად არ ვიცი ამას რა ქვია, მაგრამ ხადაობით ამას ეძახიან ბიპს. რაც არის აი ესეთი პლასმასის რაღაცა, რომელიც ანუ რო გადმოიღებ რეზინის პრინტს, ანუ სანამ სველი არის, რო დაეწვეთოს აქ და არა ეკრანზე და Z პრინტერზე. მაგრამ ბიპს ეძახიან, ბიბი არის თოთო ბავშვებს რო უკეთიათ ხოლმე ის საჭმელს ოჭამენ რო არ დაიღვანოს და დაწვეთოს. მაგას კეთოთ რა ქვია? არ ვიცი. ხო, ანუ თუ იცით, ანუ მაგის წინაღობას იწევს. აი, აბა ამოვახტუნოთ. ეგ არის? ასე არა, გვერდზე ვდებდი, რატო დამეჭიდავ? აი ამას ვაკეთებ, ნახე. ბუმ, გაიცენტრე. ხოი, სატურნ 4. ეხლა აჰა.
16 დაიცა აი თქვენ ეხლა უნდა ვეუხეშოთ ამას თუ ნაზილეთი არსებობს აი აქ რო დაატრუალო აი შეჭამს არა მოვადი გადაუჭრე არა დასატრუალებელი პატარა მავთული რო არის ხოლმე რომელიც 45000 ჯერ უნდა კი და ახლა მოხსნათ პარკი საკეთ აი ეხლა აქეთ აფიხზე გადმოვაწვინე ატე მაქეთ აუწიე და ერთფაშად აუწიე რა აი 3 2 1 ვიუ თავს ყურიც კიდე ერთი პარკი და კიდე შიგნით ხო შეიძლება სულ ანუ არ ფერდება ყველაფერი დაფუთულ მიფუთულ ეს კაი რაღაცა არის ეს რა მასალაა რაც ფორმის ტიპი არის რა ძალიან ხელი კაფეა მაგრამ თუ რამეა ესე შეიძლება გამოიყენო სახელური ამას რო არა აქვს სახელურის მაგივრობა გაუწიოს აი მოიცადოს ეხლა ეს გადმოწეს ესე უკინდან უნდა მოვაძრო ეს სამყარო და ეხლა მთელი ჩემბერი ცალ-ცალკე ერთი მოიცადა თავის ყუთში ეს მეორე ჩონკი სექსია და მოიცადა მაგაში ფრთხილად თულქითი არის აჰა და სანამ ამას გადმოვიღებთ ოპ და აქ ჩრდილი რატო აი ამაზე ჩრდილია მაი და ესენი და ჩაუდო თავის ყუთში აჰა თულქი აბა რა მოყვება მაგას პამ ნუ ეს ყოების მაგრამ ბევრს ეს ბატარეი ბლოკი აჰა ამას კაპჩა ქვია ხო კაპჩა კარგი კაპჩა ფირმა კაპჩა ნუ კაპჩა რა თან კაი გალესილი ხო იმენა სასწაული გალესილი არ არის სხვა შორის მაგრამ სასწაული არც უნდა იყოს რა მაგრამ რაღაც დახრილობა გააჩნია ბაკ კაპჩა სახრაქნისები ესეთ კი სახრაქნისები ვინტები და ამას მე მგონი ეს რა არის ანუ ამას რო გზაში არ გაფუჭდეს აი ეს თვითონ ვათი აბაზანერაც არის შორბი დამაგრებული ეს უნდა მოვაძროთ და ჩავანაცვლოთ ამეებით დასაგები და USB სადაც რაღაცები იქნება მოყვებო ეს შენი ხელთვალები მეორე კაპჩა ანუ რკინის აი აგერ ამ ყუთში არის ჩვენი უეტარესი თვითონ ნიღბები გვაქვს კიდე და ეს ფილტრი ანუ რო დაცლი ამას უკან ბოთლში რაღაც ნაწილაკები თუ არის დარჩენილი რომ ან ბოთლში არ ჩავალდეს და მე შემდეგ რო დაასხავრო აღარ გაფუჭდეს თვითონ ეს შემდეგ შეგიძლია მაგრამ რატო არის ეს ფილტრები ესე ცოტა რომ მე ანუ მოყვება უფასოდ მაგრამ ანუ მე შეიძლება ვიყიდულობ რა დაარჩეს ფილტრები თუ ნავიყიდო მაგრამ აი ეს არის ჩვენი build plate-ი კარგი სწორი რკინის ზედაპირი ამაზე უნდა გამოვიყენოთ აი ეს რკინის კაპჩოს რაღაც რო დაიბეჭდება ანუ ამით აფხეკ და თვითონ build plate-ის ან ვათის აბაზანის გასმენად არის ეს პლასმასი რაც ამ რკინით ამას რო გადაუარო ანუ ჩვენ პოლიეთილენის მაგდაგვარი ზედაპირი არის გაფხაჭინი და გაჭრი ყოლაფერს რაც ნამდვილად არ ვიყო და ესეც გაირბილი რა აი მოდი ყველანაირი პელოპლასტი გავაკეთეთ ახლა აქედან იმიტომ რომ დავიცანეთ ახლა ჩვენ კიდე ერთი ყუთი გვაქვს სტუდიაში ეს ცოტა ხნით თავისადგმებს ეს აუწიოთ აჰა აი მოიცა ბოლტები დააძრე ჯერ არა ჯერ უბრალოდ ავაწყოთ ცოტა ხანი აჰა მიდი დავუშვი აჰა ჩაეწია ეს დავხუროთ ცოტა ხანი სანამ ბოლომდე გავშლით და კომენტაბულტები არ დავაძროთ ბარემ ჯერ ის გავაძროთ ბარემ ჩვენი ყუთები გავაძროთ ჯერ ის ბარი შემდეგ ყუთი ანუ ეს ყუთი რა არის ეს იქნება ჩვენი ფილამენტი ჩვენი რეზინა ოპა აჰა რაც ელი პაკეტი ვიყიდეთ 2 კილო მოყვა რაღაც ტემოს შეფუთვის სტანდარტული შეფუთვა რაღაცა ანუ ეს მოხსკათერი გაგვერძე თითებით რო გლეჩი ისე გეტყვი ნამდვილი მამაკაცი არასოდეს არ გამოიყენებს ხელსაწყოს იმის გასაკეთებლად არჯერთ ნამდვილი მამაკაცი კითხულობს მენუალს და იყენებს ხელსაწყოებს როგორც ფაქტორი არის კარგი და რა ასათის ღერი ბამბით შემოხეული ყურის ჭხირი არ არის ყურის ჭხირი საერთოდ ყურისთვის რო არ არის ხო იცი ანუ თურმე არ ვარგა ყურის ჭხირით შეძრომა იმიტომ რომ ის გოგირდი იმისთვის არის შიგნით პენი მაგ გოგის პირიქით რომ დაიცვას შენი ყური და შიგადაში ბნელ ღამეში სანთლის მაგივრობა გაგიწიოს შრეკის მომენტი ხო ამპა
პარაბამ. აუ, ესეც- კიდე 5. და 5-ში კიდე 5-ია. ანუ პარკში 5, ყუთში პარკი. 5-ში პარკი და მერე ბოლოში ბოთლი. აუ, რაღაცა არასწორად გავჭერი. არა, აი. ხო. კი, მივაღწიე ბოთლამდე. პაპაპამ. აგერ ელეგუს ABS like ერთილტრიანი მშვენიერი რეზინი და მეორეც იგივე იქნება. ამას ფერი არ აწერია თქო, ანუ სერი აგერ გრეი აწერია. აჰა, გრეი. ხო, მეორე შეგვიძლია იყოს ჯერ ჩაკეტილი, მაინც არ ჭირდება ზოხანი. ესეც ბარეთ გავხსნათ. არა, აი ესე ის როგორ ხო, აი ესე. ერთმანეთს გვერდი მოიცა. არ ჩასო. აჰა, აი ეს ერთმანეთს გვერდი მიუშვათ, რომ აა ესენი აქეთ გადმოვდებ ამ ნიგვებს და ხელთვალებს ზოხანი. კაბა. და კიდე ერთი 5, რომელიც არის ჩვენი სარეცხი და კიურინგის ანუ გამოშრობის სადგური. ხო. დამდეთ პატივი. ой. აბა სუფთა ზოლის გავლება. იქ 1 მმ-იანი გადაცდომა შენც მოგივიდა ზემოთ რა. მოდი. ანუ ნახევარი ყუთი არ გავჭერის. აა. აჰა. არა აქვს მნიშვნელობა რა. ღმერთს რო წვეთი სისხლი დასდინდება უკვე ყველა ეჭვდება იმის ფაებრიობაში. ოპა, აქაც кайხო შეიძლება პენოპლასტები არის. აბა ნახოთ. აუ კიდე იყოს ის სკამზე რომ მინდა ეს. აჰა, ნახე. აქაც უკვე ჩვენი მენუალი ამ რაღაცეების და ესეც უნდა არავის არ ჭირდება მენუალი. ესეც ფეხზე უნდა დავაყენოთ და ესეც კაბელი გამოვაჭროთ. მე ნათურს. მგონი იცი რა იქნება ყველაზე სათვალე efficient გზა. ეს ამოვაჭროთ. ეს გამოვაჩოჩოთ შიგნით. ეს ძრება. აჰა. მე ესეც შენ ამოიღე და ამოიღე? ანუ ცალ-ცალკე ნაწილებია. ეს არის თვითონ შიგნით სარეცხი. ეს ამოიღე. ამის ქვეშ არის თვითონ ეს UV light-ები და ყველაფერი. ეს ხუთი არ გვიდა. აი, მოგეთ. ეს ბოთლი თუ არ გამოიშლება, ცოტა ხანი არა უშავს. აჰა. აი, ხო, აქ არის ეს ტიპი, სატრიალებელი და ნასვეტებიანი რაღაცები აქვს. უნდა გავხსნა. რა საკეთებს შენ უნდა იმეთყველო და რა მე რეზინის პრინტერი პირველ. ანუ ეს არის თოლოს მაშინ ნახე პირველად რა უნდა. ანუ საშობი მუშაობს, ანუ არა ჰაერით, არამედ ультраისფერი სხივებით, რაღაც ეს რეზინი რაც არის მაგ სხივებთან მოქმედების დროს, ანუ უფრო მყარდება, რაც ანუ დაბეჭდილი კი მყარი გამოდის, მაგრამ ზევიდან მაინც ოდავაი სველი კაუჩუკისთვის თუ მოგიკიდია ხელიან რაღაც ეგეთი, ანუ თაფლისთვის, ანუ მაგდაგვარი მომენტი აქვს და ანუ ამაში უკვე საბოლოოდ მყარდება და მაგრდება. ამასაც ლომაც სველი კაუჩუკისთვის არა, მაგრამ ბევრი ნევროტული ადამიანისთვის ჩამომირთმევია ხელი და აი და მგონია რომ ეგ შეგრძნება რაღაც. ესეც უდართევს რო გაძლევენ. ჩამოქაჩება. ეს არის ჩვენი სარეცხი, რომელშიც ეტევა 7 ლიტრი რა 7 ლიტრი რა ჩვენი საყვარელი იზოპროპილის ალკოჰოლი ან იზოპროპილის ეს არ მოყოლია ეს ჩვენს მოვიყიდე ხო ხუთი არ არის პროსტო ამის გამოწერა ჩამოტანა შეიძლება საერთოდ რამე მოკლავი ადამიანისთვის ალბათ ხო რა ვიცი ADS-ში გადის სპირტია რა ვიცი ანუ ხო არ სვამ ისმევა ისე რამდენი უნდა გააზავო ანუ 99 გრადუსიანია ხო და თან ეთანოლის იზოპროპილის არის ანუ ეთანოლის არ არის და ანუ დაგწოვს თავიდან ბოლომდე ყველაფერს გასაგებია ანუ არ დალიოთ იზოპროპილის ალკოჰოლი არის გაკვეთილი რაღაც დებილი ინფლუენსერის ტექსტებით რატო მოძრაო ხუცებ არ ვიცი ახტაცებულო აი მოდი ხა ეს მინდა რომ ნაზად გავხადო ამას აი შეიძლება ეს ამოატრიალო თითის ანაბიჯები არ მინდა და ანუ არ მიტოვზიათ და მაინც შობა ახალი წელი არის და დავი ოპა აჰა ეს თავს ხური შეგიძლია ბუმ ჩამოაცვა ესე არა მეორე კუთხეს მაგრამ მაგაში ის მეთქი დაწავიდა ამის სანათი ოპა ხო და რა მოხდება ეხლა რა მოხდება ეხლა და აქ ჩავასხამ რეზინს მე ეს ჩაიდენს თავის და ჯადოსნურობებს ნუ ყველაფერი უნდა შევაერთოთ კიდე ამისი კაბელები საწაული აი აგერ არის მაგის კაბელი და პირდაპირ უერთდება ამას როგორ შევს ხო და მოყვა ეგიდია კიდე ერთი რაღაცა ხო რაც ანუ ულტრაისფერ გამოსხივებას ანუ ამიტომ
თავი დავიცვათ. მაგრამ აუ. ნახე რამხელა სათვალის ნაჭერი მოყვა საწმენი. თან ის ჩვენ ლაზერის სათვალე გახსოვს. მოიცა. დაიცა გახსოვს. აბაში გაიხედე მე. ერთი წამი. მოუფრინავ. მამდე აბაში ამ ყუთში კიდე რაღაცეები დევს და ვნახოთ. რაები დევს რაღაც. ნახე. ოპა. ეს არის ნატურები. ორივე კულხალხი ვართ და საერთოდ ვერაფერს ვეყარ ვხედავ. არა, ხო, შეგვიძლია აი ეს გაიკეთე. უფრო დისკობა და вообще სხვა ფერი აქვს რა. ანუ ამას ძალიან დამოხტული აქვს რა. კი. არა, ხო, ნუ ეხა ამას ეს ანუ ლაზერის სიმჭრელის სათვალე არის და შედებით მაღალი დაცვა ჭირდება ვიდრე ანუ ამის სათვალეს. აბა ეს როგორ ჭონა? თვითონ. და აგერ არის მაგის კაბელი. ულტრაისფერი სანათები. ერთი ულტრაისფერი სანათები. მეორე. ორი. ამას და და ხო, პრობლემა ამერიკიდან როცა იწერ მე გადავარ. და ესეთი შტეკერი აქვს, რაც ეს რა სიკვდილი შტეკერია. ამას გადამყვანი როგორ უნდა გავუკეთო საერთოდ? ანუ აი რა საშინელებაა. ოპა. ეს სპილბას ვაგდე და ეხლა თვითონ ამ სარეცხს მოყვება ძალიან საყვარელი რაღაც. ამას რაც არის ეს პატარა ქაოსი. ესეთი რკინის ჩასადები, რომ თლიანად ამისი build plate-ი შეგვიძლია ჩადო და რაღაც ძალიან მაღალ სობეჭ და შეგით რო არ ჩავარდეს და მოყვება აი ესეთი თვითონ ვოშერის საძიგძიგო. ხო? ანუ მაგნიტი არის შეგით ატრიალებს წყალს ანუ შეგითაც არის ეს რკინის ნაწილი და ანუ მაგით იოდანა. აი შევაერთებ განათებას ჩავშომ. ამას უნდა დავუჭიროთ რაღაცა ვინტები მე მგონი. იმიტომ რომ ნახრეტები ანუ წკაპი არ არის. ქვევიდან უმაგრებ მაგას. და ბარემ მაგასობაში. ოპ. თავში ხარ მიტყამდი რა. არა. მაგრამ აი ამ რეზისტმენტრების აი ეს ვედრო მომწონს ძალიან მაგრა. ანუ რასაც დაბეჭდა ამაში ყრი და მე ათოვსებ. აქ და მე შეგით აი ეს იზოპროპილის ალკოჰოლი ტრიალებს და აშრობს ყველაფერს. და ეს კიდე ზევიდან რომ არ ჩავარდეს ჩვენი რაღაცები. მოგეთ ეს ერთი შუქი ადგილზე ჩავსვი და ჩასავინტია. ეხლა მეორე შუქს. ოპა აი აქ. ეს შეგვიძლია დავხროთ. აბა გვაჩვენერაშები. მეორე შუქს მარტო ერთი შნობი უერთდება თურმე. ეს შეგვიძლია ცოტახანი არ გჭირდება და დავდოთ აი აქ. არაფერი მოვა. მაგრამ ეს მაგარი ჩატეკი არის ანუ ანუ ეს სატრუალურაც არის ამის. და ანუ წინ პატარა ეკრანი აქვს და ნობი რომელიც ტრიალებს რომ დააყენო შენი წამები და რაღაცები. და შენ იცი ინგლისურად ჭეშმარიტი ალი როგორ არის? ალი. ტროალი. კაი. მაგრამ ამას აღარ შურპები უნდა ხო? კი, უნდა. ხო და სად არის მაგას მე გეკითხებოდი შენ. აი ინსტრუქციაში არ ჩაიხედო. აი ესენი იქნება უძო. ხო, მაგრამ ეს ხო ამისი შურუპებია. აი ყველაფრის რა. კომპლექტი კი ერთად მოვიდა, მაგრამ ხო ცალკე პროდუქტები აქვს. ამის ყუთში არ უნდა იდოს ამის შურუპები? ესით? მაგრამ მაგის ყუთში აღარ არის. ხო თუ გამოგჩა? არა. არა. ამ ყუთშიც არ არის? ხო, ანუ ეგ არის, რაც მოაყოლეს და ბარემ ერთ პარკში ჩადეს. გამოროდეს. ხო. ამაშიც არ არის არაფერი, მაგრამ ამაში არის. გადამყვანი. ეხლა რომელი? აი შევილაპარაკოდი თუსაც რომ რას ნახრეტები თუ აღმოუჩნდა ამ რეზინს პრინტერს და როგორ გავაკეთოთ შიგნიდან ან გამოშრობა აი ესეთი მშვენიერი ენდოსკოპის მაგდაგვარი შეანათო ულტრაისფერი განათების ფანარი არის და შეგვიძლია პირველ ჩადოს და უმაგრდება სავარაუდოდ ამას ხო? აი ეხლა ვარაუდობ მე რომ ეს ყველაზე პატარა შურუპი არის რომელიც მიდის ორი ზომა აქვს. ხო, პატარა იქნება მაგის. ანუ იმედია. 10 ცალი არის ეგ პატარა? რეიზბა გვეთყვის. რეიზბა ქართულად როგორ არის? ხრახნი? ხო. აუ ეს სათვალე უნდა მოვა. რატომ იკეთე ეს სათვალე ისე? აუ სადაც ჩვენი.
აჰა. აი ეს. 6 მანუალი. სახრახნისი. ხო, აი რომელი უწერია, არ უწერია. რაღაცა ტყელთავიანი ბუთხი ჩახატია თუ ფართოთავიანი? თუ დაინახავ, შენი იყოს. ხო, მე მგონი ფართოთავიანია, იმიტომ რომ ეს რაღაც არ წავიდა. ანუ იმენა ისეთი მაგრამ ეს ფართოთავიანი კიდე მახინჯაჯდება, უზარმაზრებია. ხო, ფართოთავიანი ჩანს, რომ ფართოთავიანი არის. ხო და არ მჯერა მე ფართოთავიანის ამ რეჟიმში წასვლის და თან კიდე მახინჯაც ჩაჯდება. იმიტომ რომ არა, ფართოთავიანი არ მიდის. ანუ ეს პატარა? ხო, ეს პატარა. უთავო. თუ მესამეც ხო არ არის კიდე რამე? მესამე აღარ არის, არა, ორნაირი, ორნაირი ტიპია. და ხო, ზედათ იდეა. მაგასობაში სამ შენ მაგას ახევ. ამას გავხსნით და სად არის მაგის დიდი სახრახნისი მეორე? ხო და. აი, მოყვა. კი, ალენქია მაგას. ეს ორი შურიპით ჩავანაცვლოთ და პატარა გინება და გჭირდება სახრახნისი 6 თავაკა ოჭური ყველაზე დიდი კი. აი მოხსნი ხა და ისე უცნო. და ხო და ბიჭო, ვიცი რა არის? ის ქვემოთან ახრეტები უბრალოდ პლასტიკია რა. ანუ არა აქვს რეზბა. ანუ უბრალოდ ჩასვა? ხო და არ ვიცი, უნდა ვეჭიდაო ესე იგი ეგრე გამოდის. ანუ ურეზბო ისინია. უხრახნო. უსახრახნეო. ოპა, ეს შურუპი აღარ დაგჭირდება. მაგრამ ეს ბარემ გავუკეთოთ უკან, მაგრამ სანამ ხო რა, სად გავუკეთეთ უკან, ეს პირ დურება. კაი, მომძიმარი არის, თან უკუღმათ ჩადების ალბათობა არსებობს, რადგან აი აქ ქვევით მარჯვენა მხარეს, თქვენთვის მარჯვენა ჩემს მარცხენა მხარეს, აქ ორი პინი, რადგან ანუ რკინის აბაზანას ვას შეუძლია გათობა, რადგან ანუ რეზინა უნდა დაბეჭდო დაახლოებით 25-30 გრადუსამდე სითბო, არა, ანუ 20-30 გრადუსამდე უნდა იყოს თვითონ თბილი ეს რეზინა, რომ დაიბეჭდოს ნორმალურად და ეს ანუ ამას აქვს თავისი გამოთობელი და კაი ხმა თუ გამოივა ამით ახლა კი კარგი გამოვიდა იმედია მიკროფონშიც გავიდა და აი აქ მეორეც არის რომელსაც აი მოდი ერთი პატარაც მომაწოდი აქ მე ძალაობით გავედი წინ გავიმარჯვე ეს არის ხოს ჯერჯერობით ეს და ხო რა თქმა უნდა არის მინიმალური და მაქსიმალური შევსების ზომა პატარა ბოლტიმესტროლე ეგ არის ესე ჩავახერხოთ ტუ აუ ამ 10-ს სოულს რომ მოყვა კაი სახრახნის ნეტა ამ ზომაზე მიდის საუბრობთ იმედი კი აი დევს და ეხლა კიდე ერთი დაიცა მიკროფონი ცოტა ხმამაღალი იქნება ეხლა ბოდიშით მაგრამ ბარემ აუ ASMR-ს აკეთო ეს დაანტებოვანი იყო კარგი ხმსათარი ხო არა პირველი იყო როგორიც უნდა იყოს რა ღვინის ნელა გადმოსხმაზე უფრო სასიამოვნო ესეც ანუ ამ პრინტერს უწერია რომ აუტო ლეველი აქვს მაგრამ FD ანუ ჩვეულებრივ FD პრინტერებს როგორც აქვს აუტო ლეველი მასთი არ აქვს აბა როგორი აქვს ამას აქვს პრუჟინები აი ეს ბედი უბრალოდ ზევი ანუ აი აქ შუაში არის პრუჟინები და ანუ მაგით აკეთებს აუტო ლეველს ანუ უბრალოდ რო ეჯახება ანუ მაგ პრუჟინას ზამბარა ხო ანუ ზამბარას ანუ პატარაზე ანუ შეჭმუხნის და მაგით არის რომ აუტო ლეველი არის თორე ისე ანუ უმეტესობა ანუ ძველების და ეხლაც ბევრი რეზინის პრინტერი ძველი Ender 3-ით ფურცელი უნდა HL-ით რაღაცეები თითო კუთხეში რომ კარგად გაილეველოს და ანუ manual leveling-ი აქვს მაგრამ ამას ეს აქვს შვენიერი ულამაზესი და ეხლა აბა კარგად თუ დაიცა ფადრით მივადათოთ რაც აი დიათ არ გამოჩნდება მაგრამ აი აქ იმენა მაზუთი ყვითელი რაღაცა რო აქვს წასმული ლუბრიკანტი ხო ემშტევინა ხო ბიჭო რაღაცა გაძაფულად გაზეთილია ხო ან მაინც დევით ქვევით რო ივლის რამე საეჭვო ხო აროს
მაგრამ ხო, ამის აშენება აწყობა ეგ არის და ეგ. ეს აკრილია ალბათ, ხო? კი, აკრილია. ხო, მაგრამ სპეციალიზებული აკრილი, რომ ანუ ნაწილობრივ მზისგან იცავს, მაგრამ მაინც მზეზე ვდადებთ, ანუ როგორც ნაკრებს მზის კრემი რო არის. ასე 80% დაგიცავს, დანარჩენი 20 მაინც არის და ანუ მზის, ანუ ულტრაისფერი სხივები ხო, მზის სხივები არის. და მაგიტომ თუ შეთხოვეთ ჩაგრჩათ რეზინი ამის აბაზანაში და მზეზე გაიტანეთ, ჩაახმება ყველაფერი ჩაიშრობა. და ნუ კიდე არ უნდა უყურო, იმიტომ რომ ისევ და ისევ გამოსხივება, რომელსაც შეიძლება თვალი მაინც და მაინც ბოლომდე არ აღიქვამდეს. მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ სხივი არ არსებობს, თუ ვერ ხედავ, რომ სხივია, ან რაღაცა შუქს არ ანათებს. რა ვიცი, შუქის უდიდესი ნაწილი თვითონ არ ჩანს და მაინც გიზიანებს თვალებს, ყოველთვის გაიკეთე. სათვალე შრომის უსაფრთხოებას პატივი ეცი და ეს სათვალის საწმენდია ძმა. და ხო უყურებ ბზარი ხო არ არის თუ? არი? აუცი, იმედია არა. რაღაცა უოტერი იმედია. არა, მე მგონი აი ეგ პატრაზე. ნაკაწრია აშკარად. ხო, არა, ნაკაწრი არის. კი. ნუ, რაზა უკან ახლა გაგზავნა რაღაცა. აი მაგ ნაკაწრის გამო დავაბრუნებ უკან. ხო, მაგრამ ყველაფერი მუშაობს ეს. ბომბე. ახლა ცხოვრება ქარფე, ბომბე იკეთ. ხო. მე ამასობაში ერთ ხარიზე გავედი ბოლოში. ის არის. ანუ იმის გამო რომ ქვემოდან დაკბილული არ არის. ყველა ჯერზე ჭიდაობა უნდა, მაგრამ კიდე ერთი დამჭა აქვს და 4 დამჭა იქ. ხო, სანამ ამას ვეჩალჩები ის გაჩნდა. რა ქვია? გადამყვანი? ხო, არა, დენი ხო. ის დენი კი მაგრამ გადამყვანი ახლა? გადამყვანი? აი ამის გადამყვანი? ამის ეს ამისია? ორივესია? ხო. სულადაა საქმე. კაი, მე დავაპაუზებთ ამას და დავაჩქარებთ, არ ვიცი. რაღაც ამას აი. ვაება გადამყვანის დებნის. აგერ ერთი როზეტი თუ დეცკვიტა, რომელი არის მოვიწყდება ეს ნაწილი? როზეტი, ხო? როზეტი დეცკვიტა არის. მოგეთ, აი ეს ერთი ერთება, მაგრამ აქ ორი აი ესეთი გამოყოფილი შნური, ერთი ერთ მხარეს მაგდება, მეორე მეორე მხარეს. ხო, დავაჯერიმანდეროთ. მომენტ არა, ეს იმ ორის არის. მაგრამ ეს არის ამის. კიდე ერთი. ხო. ონლაინ. აგერ, ანუ იქნება გადამყვანი. მაგრამ ამას აქ ეს. მაგრამ ამას აქ ესეთი შესაძლებელი და ეგეთი უნდა გქონდეს, ხო აშკარად? კი, არა, ეს. ხო, ესეთი კაბელი. ესეთი კაბელი. აი ესეთი გადამყვანი. ესეთი კაბელი მაქვს. ესეთი კაბელი არა, ეს გადამყვანი მე მგონი არ მაქვს. უნდა მოუძებნო სახში. ყველგან. და რას ვიდახდი, სანამ ახერხებ კიდე, აი ეს ჩვენი ბიბი ამას აი აქ ესე უდებთ თუ გამომივიდა აქ თამხიდან მათხოვე აბა მიდება ეს ხოლმე შემოწ ხო ანუ ეგ მოახერ ხო ეს ეცვა და მე ამას ანუ სახელურს აწევზევით და ამას აი ესე გადმოიტან და ჩამოასვლელებ ისე ამაში მაგრამ ის გამო რომ ჩვენ იდეური ხალხი ვარ და ნუ ჩვენ რა ბევრი ადამიანი ვისაც უკვე სპრინტერი აქვს კარგი მოდელი ვიპოვე და ეგ დაუბეჭდე და სად დევს ის ატმოსფერი იქ დავიხო პარაბამ აი ესეთი გადამოყვანი არის რომელიც ამას რომ მოხსნი ამ ადგილას შეგვიძლია მაგის ვაგრად გაუკეთო და მე აქ ჩამოაცვა თვითონ ეს ვათი და ჩამოწვეთავს საჭირო არის როგორც საჭირო არის. ხო, ესეც ამას აქ ძალიან ლამაზი გამოჩნდება კარგად ვიზუალები. ანუ თლიანად ზუსტად სწორი რო იყოს, ისე მიეწევება რეზინე რომ ვერ ახიკავ ნორმალურად. და მაგიტო აქ აი ოდნავ მიკროღრუები ესეთ გაკეთებული. ანუ ამას აქ მიკროღრუები ზოგ პრინტერს ანუ რეზინს პრინტერს აქვს ხოლმე ნახრეტები და ზოგს აქვს ანუ ბრტყელი ჩანს მაგრამ უკინა რომ დააჭერ ანუ რეილიზის ფინები ვითარე რომ ანუ აქენ რას ნახრეტები ამოარო ანუ კი გაფხიკო ამეთ ანუ ამას დააჭერ და პრახ გადმოაგდებს როგორც საჭირო არის მგონი ეყოფა რა აღარ მოძრაობ ყველა უნდა დავამაგრო აუცილებელია აღარ მინდა
აღარ მომწონს ეს თამაში. გავათავეთ ლავაში. და თან ელაგუ ეს ბარემ ამის მანუალი კი მონაცემებიც რო ვთქვათ, ბარემ ანუ 16 K პრინტერი არის 10.3 ინჩიანია თუ სწორად მახსოვს. აი სპეციფიკაციები ზუსტად გადავამოწო რომ არ შემეშალოს. ხო, თან ერთი რაც არის აი აქ შიგნით აი ამ კუთხეში აქ კამერა, რომელსაც უნდა წავაძრო თავისი სილიკონის ჩაფხუტი. და შიგნით ხედავს რა ხდება, მაგრამ ის არის რომ AI კამერა არის, რომ რაღაცა თუ ჩამოვა და რაღაცა შეწყვეტს პრინტს და გეტყვის რომ პრობლემა მაქვს როგორც ანუ ბერთანამედროვე პრინტერზე, მაგრამ როგორც ბერთანამედროვე პრინტერზე პრობლემა ის არის რომ ანუ იქით არის. ხო. და აქეთ ყველაფერი ნორმალურად იბეჭდება და აი აქ არის პრობლემა. ხო. შეფეხებზე ინახავს. გასაგებია. და ისე ვიდეოს გაძლევს? კი. ანუ time-lapse-ის ფუნქცია აქვს და თან ზევით აქ ამის ზევით პატარა სანათი, რომელთაც ანუ თუ რამე ან სიგნალეშიც გადაიღებს, ანუ ამას რო ჩამოფარებ, შეგით მაინც სიგნალი არის, მაგრამ ხება. ხო. აი შუქსო ჩააქრო. ხო. და არის აგერ თვითონ ბეჭდვის არეალი 211.68 მმ, 118.37 მმ-ზე და სიმაღლეში 220 მმ. სიმაღლეში როგორ დაემართათ, რომ სიმაღლეში მრგვალი რიცხვი იყო? ხო. ისინი 0.74102. საბოლოო ჯამში 16.1 კილო არის. კაი, ჩატი არის. და ეგ წინ აქ შვენი არის 4 ინჩიანი touch screen LED ეკრანი, რომელიც გაფართოება არის ჯერბრი 1080p და აქ ჩაშენებული Wi-Fi ადაპტერი და USB შესაძლებელი. საშრობი მზადა? ეს ხო, რაც არის, ანუ ბეჭდვა 14-დან 19 მიკრონამდე შეუძლია. რაც არის 0.0 არა 0.014 0.013 აუ რა საყვარელი აი ამაში არის რომ მჭირდება ის მოტორი. აუ ზამოვაძრო ხეხა. არა მოაძრო ეს ამისი არის. ხო და იქ რო touch screen და რაღაც აქვს. ამას პროსტა ერთი სატრიალებელი. აი ამ დროს აკეთებ რა, ანუ მაგასაც სატრიალებელი იქნება. იმასავით არის? ანუ ხო ეკრანი არის ეგ. ხო და წვეტი სად არის? რა წვეტი? აი ეხა რო ვატრიალებ. ანუ გამოჩნდება ანუ ეკრანზე გაჩვენებს, ანუ ეკრანზე გაჩვენებს როგორ იქნება, ხო? გასაგებია. შვენიერი. აი, მოდი ამასაც დავახუროთ თავი. აგერ არის მაგის თავი. შეუპიროთ. ოპა. და. არაფერი მოსახსნელი აღარა გვაქვს? всё, ეს არის. ოპა. ისინი დააძრე. და თან გარეთ ჩამაგნიტებული არის. ამაში რამდენი ალკოჰოლი უნდა ჩაოს? ანუ აგერ. მაგავსო? არა, ანუ საერთოდ ჭირდება სადაც ნუ 2 ლიტრი, 2 ლიტრი ნახევარი, რაღაც ანუ. რო ჩაეტყო. ხო, რო ჩაეტყოს, რო გასან ბეჭდავ. და ეს 7 ლიტრი. ანუ 7 ლიტრი ეტყვა საერთოდ, სადაც შეიძლება მთელი build plate-ით ჩადო ამაში. და ანუ სულ მთლიანად ანუ აი 220 მმ-იანი, 20 მეტრი რაღაც დიდი ფიგურა თუ გაქვს, ანუ მთლიანად ჩატია build plate-იანზე. ეს მაგნიტი მე აჯანჯღარებს აი ამ შიგნით რაც არის. ამ მეტალის რაღაცა. არა, crate არა, crate არის უბრალოდ რომ შიგნით ჩადო რაღაც. ხო და შიგნით რაღა არის? ხო, შიგნით არის პატარა დისკეტა. მოდი ავანახოთ. ოპა. აი ეს პატარა დისკეტა, რომელიც 4 ცალი მაგნიტი აქვს, აგერ სინათლეზე ჩანს და მაგას ატრიალებს ქვედა მაგნიტი. ოპა. და ამით ეს მოიგო ეს გარეცხო გამორეცხო. ეხლა ეს არის ანუ მთელი build volume-ი რო ჩადო რა, ანუ აი გასვიდა ხთი, ანუ ეს შეგვიძლია თუ პირდაპირ მაგის დადება მინდა. ხო, აი ჩადე. არა. ეს სულ უნდა იყოს ქვევით. ხო, რო ანუ ქვევით რაღაც ის რო ტრიალებს არ დაიჯახოს. აი. მაგრამ აი ამას ეს აიღებ და ჩადებ ესე. ეტევა? მაინც ჩადია. ანუ ბოლომდე არა, ანუ ესე იდება. და ეს არის როცა 7.9 ლიტრი გჭირდება. და ანუ არა, კაია, მთელი build volume რომ ეტევა, კაია. მე მგონია რომ რაღა აი ხო რა, ნუ პრინციპში აი მთლიანი კუბი რო იყოს, ალბათ აი ამებს მოედებოდა. მაგრამ ხო, ცენტრში თუ გაქვს ამ ფიგურა. აი, აბა. აი, build volume თუ გეტევა, შო ტანკში ვზივართ ესე. შვენიერი. აი, ეხლა გჭირდება პატარა პაუზა, რომ ვიპოვოთ გადამყვანი და დამატებითი კაბელი. კაი, აი ამით ვნიშნავთ პაუზას? ხო.
კაია. აჰა. კაბელი, გადამყვანი. გადამყვანი აქ იცი რა ას? შენ ლეპტოპს. ანუ შენ გაქვს გადამყვანი. არა, ესეთი კაბელი ხო თქვი რომ გაქვს? ეგეთ კაბელი მაქვს. კაბელი მაგას ესეთ გვერდანვე მიუერთდება ეს, თუ მიწდება. აჰა, მოიცა. კაეთი უნდა გავთიშო. ან ხო, უნდა გავთიშო კაეთი, მოიცა. მაშინ ჩემი ლეპტოპით შეგვიძლია მაგაში შეერთო, მაგრამ ეს პირდაპირ მიედება. აი. არა, იქ იყოს. ხო და მოდის. აი ეს. აი ეს გავთიშო, მაგრამ რავი იყოს უკვე, ანუ ავუარეთ გვერდი და. ესე რომ დავდოთ. ეს ბრიკი. აი ბრიკი. ეს ბრიკი ანუ არის ჭეშმარიტი ბრიკი. უერთდება ამაში? აჰა. არ უერთდება. რანაირ? ანუ იმენა ის თავი არის, იმენა კაერთის თავი არის. ხო, მაშინ კაერთაო ხი. კაერთა. ესე იგი ეს ხო რაღაცა იყო და მაგიტო შემრჩა. სახში. არც დავკვირვები ვარ. ნისი შევერთეთ. რამე ის ხო რა აქვს სიხშირეების გადამყვანი კი არა და დენის ძაბვის რაღაც მაგრამ არა ხო 200 ეს არის ყველაფერი ხო? აბა ჩაერთო ეკრანი. და ეკრანის ფილიც. ანუ რატო ჩაერთობა ეკრანი თუ არ არის ჩართული პრინტერი. და ეხლა ბრახ ვიპოვეთ ერთი გადამყვანი, მეორე ჯერ არა, მაგრამ ჩანს. მიდი თუ შენ დაჭი. მიდი დაჭი. 2 1 და ეხლა უნდა აინთოს ეს ჩემი ეკრანი, არა, ძა ხარ შევდაჭდეს. ჩაერთო. ელეგუ სტატუ 4 ულტრა 16K. შენ შემოგივლე, შო. ვოთ, ხა ეს ამ რაღაც პაკეტებს რაღაცებს რო იდო. loading-ი. პირველ ჯერსაც დიდი ხანი დაჭირდება მაინც. ეს queuing station-ი და ეს ტიპი. ეხლა რაზე არიან დაერთებული? ერთმანეთზე. აი, და არიან მე ამ ბრიგზე დაერთებულები, რომლის გადამყვანი ანუ ჩემი ლეპტოპი შეგვიძლია იქიდან ამაზე გადმოერთო. ხო. და მაგ ლეპტოპს ხო სამი შესაძლებელი აქვს. და ერთ-ერთი ეგ შეაგდო. აჰა. ოკეი. რა შეიძლება მასობაში? აგერ მოვიდა ენის არჩევის დრო, რომ აქ ინგლისური, ჩინური, პორტუგალიური, კორეული, ესპანური, რუსული, გერმანული, თურქული, იტალიური, ჰოლანდიური, ფრანგული, იაპონური და ხო, ეგ 12 ენა აქვს. ჩვენ ვიჩვენთ ინგლისურს და ხო, გვინდა რომ ინგლისური ავიჩვენოთ, კი. და ეხლა Wi-Fi detect-ი არ არის. აი, Wi-Fi-ის გარეშე არის ამ skip. ხო. skip, აი, bench-ი მინდა, კაცო, არ მინდა. არა, აი, უკან დავუხდეთ რაც ანუ აგერ Wi-Fi არის და ვოთ პაროლი უნდა შევიყვანო. ახლა რაცა ახლა ზოგადად ხანი შემოატრიალებ რომ არ გამოჩნდეს რა პაროლია Wi-Fi-ის და სახელი. თან Android-ის კლავიატურა აქვს. იდუმალებაი. აჰა. ამაშობაში მე ამ ორ ფალავანს. აუ ესენი ერთად რატო არიან? ძალიან პატარა ეკრანი აქვს და ძალიან ძლიერი. ოს. მოგეთ, კაი ბევრი სივრცემი აქვს ჯამში რა. ყველა კომპონენტი პატარა არის, მაგრამ confirm. უერთდება. აუ. ეს კლები გავყარე. აბა. თუ დიმენა ძალის დატანება უნდა, აქაც. აჰა, არა. აი, ეტაკა. აჰა. შევხვდით ასეთი პრობლემა ხსოვდა მგონი. შემოვიხე ეს პაროლის? არა. აიც, უნდა გადავაუწყოთ. ხო და ვაფშე არ ჩაგიწერა Wi-Fi. კაი, ეხლა შეერთებული. კაი, მაგრამ ჯერჯერობით
ორივე რა დავარქოთ ახლა ამ ჩვენ ამათ ჩართვა გამორთვის ღილაკები არა აქვთ. ანუ წინა ტრიალებ. წინვა ტრიალებ? ეს თუ ხოდა სადამდე? არა, აი, დააჭირო და მე აინთება. ხო. ჯერ ხო. დავაჭირე. თავარი კითხვა. თავარი კითხვა. დღეს ესეთი. რა დავარქოთ? მაქვს თავში. პასუხი მაქვს. ესამი? თავიდან ჩერეს პირი გარეთ? სიტყვა მჭირდება. რის ელეგუ სატურნი ულტრა აჰა არის ელისაბედი კაი წავა ბაზარი არ არის ელისაბედი ქვია ესე არ მიბრძოლია აქამდე რა უბედურება იყო სიტყვა ანუ საკუთარი სახელი არ მომივიდა თავში აჰა და პატარა ეკადი ეს ეხა ეს რო ჩავრთო უბრალოდ იტრიალებს ხო? აბა ჩავრთო. და ეხლა აკეთებს თავის ყველა ტესტებს. ერთ წუთზე დავაყენე, დავუშვი. ნახე, ატრიალებს. ო, გაჩი. ხო, წლის გარეშე ჯობი არ ხდება. სანსტრაფად ატრიალებ და წინაღობაზია გათვლილი? ოკეი. და ბარემ ნუ ჯერ არ ესა ჩავანოლებ. ხო. ესეც ხო წინაღობაზე არ არის გათვლილი. ეს არა. სათვალე. ეს რო თანთებს. ო. მოისა? აჰა. კაი, ანუ მუშაობს ორი. ძვიერი. კაი, ჩავანოლე ესეც. ამასობაში ამას ტესტებით მორჩა. მოდი ახლა სანამ გავაგზავნებთ. ეს ჩავდავ. დავბეჭდო პირველი ტესტი? მაგნიტით ხდება. პირველი ტესტი დავბეჭდოთ? მომენტში ხელთათვანები. ერთი წული შენ. ერთი წული აქეთ და აპა. რა კაი კაცანით ჩამოვიდე. აუ მე მგონი ხოდა ეს უკუღმა ვიცნობ. ანუ მეთქი უკუღმა როგორ შეგიძლია ჩაიცობეთ, მაგრამ მე მეთქი არასწორ ხელს დაიძახი უკუღმა იძახი. ოიცი ეს ხელთათვანებიც ყველა ჯერზე უნდა გამოვცვალო და გადაყარო. თითქმის? ხო. შვენიერი. ანუ რაღაცა თუ ჩამოვიდე რაღაცა, მე გამოსვა. და ყველა ნივთის ფაზში ხელთათმანი და სანამ და ფილტრი გვაქვს აქ კიდე და ნიღბები. ხო. აბა. რა თქმა უნდა, დავიცვათ ყველა ოშას წესი და მოხმარების წესი რეზინის ფილტრის. აგე. შენიღაბი. აგე. ჩვენცარი და ნუ ესენი მეგონი ცოტა PTSD-ს მოგცემს ბევრს. რამდენიმე წლის წინ რო სულ გვიწევდა ამით სიარული. ხოდა ეხა პირიქით ეხა არ შეიძლება. და ეხა ხმა სავარაუდოდ შეიძლება, მაგრამ მოდი შით, მაგრამ ესე დიდად არ უნდა შეიცვალოს და ეს წვერზე, ოპა. კაპა. დავაი. შო, ეგ არის? ბოთლის სტუდიაში. ოპა. ამ ბოთს სადვას ხამ? პირდაპირ? მოიცა, ეს არის ჩვენი build volume? ეს არის ამაში ისხება? მაქსიმალური build volume არის ეს? ეს არის მაქსიმალური სიმაღლე. სად ისხმება? აი ეს ამოდის? ანუ არა, ეს ჩადის. ეს ჩადის. ხო. ანუ უკუღმად ბეჭდავ. გასაგებია. კი, ეს ჩადის, ეწობა. ხო. ის ქოიდან ანათებს? კი, ეს ანათებს და მე მოძრება ამოვაჩავა. გასაგებია. აი, ეს შეჯღრია? ხო. აჰა. მაინც გზაში როგორ იყო და როგორ გათხოვდეს კარგად? საერთოდ ესე შევამჭრა. კაი, ისე უნდა მიუდგეთ ამას, რომ დაითრიე. ანუ ნაზად ჩაასხი? მის ხმამოსხმები არ გვინდა. ეს პლასმასი მოძრაობა არა ფოლგა არა? აუ დადე და ისექენი რა, რომ ლეველი იყოს. ვაფშე ხარ მოვაჭრათ ეგ. ამით. მოძვერი. და ეხლა რამდენი რეზინი ეტევა ამ ვაჭში? 900 მილიტრი ეტევა თუ სწორად მახსოვს.
ანუ თავიდან ბოლომდე, მაგრამ თავიდან ბოლომდე გავსება არ არის საჭირო, მთავარია რომ მინიმალურ დონეზე ჩავიდეს. და ეს ახლა ანუ აი უკვე ამაზე ხო რეზინიანი არის. კარგი, მოიცა ეწამე. რამე პარკია რამე? აი ამ პარკში ჩავაგდე. აჰა. ესეც ხო, აი ამის გამო არის რომ ხელთვანი ყოველჯერზე უნდა. აუ რა ისა, ხო. ხო, და ყველაფერი რაც ფელია ან საეჭვოა, იმა მოაშორო სივრციდან. ეხლა ჩვენ პროფესიონალები ვართ და ოთახში ვშვებით. აჰა. თელი ბოთლი. აჰა, ეს საკმარისია. ბარემ ჩაცალე რომ ბოთლი გადავაგდოთ რა. ანუ ბოთლი უნდა გამოიყენო უკან, ანუ არ უნდა დატოვო ამაში. ხო? ყოველ ბიჭის მერი არა, მაგრამ ანუ რაღაც პერიოდის მერე უკან ჩაასხარო, ანუ რაღაც ნაწილაკები და რაღაცეები თუ არ ჩარჩენილი, რომ ამოვიდეს. აი, მაშინ ცოტა ჩაგვიჭა. ანუ მინიმუმი აქ და მაქსიმუმი აქ და მაგათ შორის ჩავასხი. всё, ეგ არის დავხურეთ ახლა, ხო? და ახლა მოდი. თულები ნახურა. აი ახლა გვინდა მოდელი. თავისი მოდელი, USB გაადრე, სად არის? აგერ არის. შევუჭე? USB-ზე არის რამე? ხო, ეს უნდა იყოს Elegus RUC. ეს არის ეტლი ქართულად? კი. რატო არის? ჭადრაკის ეტლია? ხო, ანუ მაშინ ეგ არის. ხო, ეს ჩამოხოს, მაგრამ ჩემი კითხვა რაში მდგომარეობს? ანუ RUC რას გავს? კოშკ. ხო, ეტლი რატო ქვია? ხო, კოშკი უნდა ერქოს. და ახლა წესით, ხო. print ხედარსაც ძალიან ხშირად მხედარი საერთოდ არ ყავს ხოლმე და მარტო ცხენია ხოლმე, მაგრამ იგულისხმება. print test და RUC და ეგ არის ჩვენი, ხო, ყველაფერი სწორად არის, print გადმოაქვს შიდა მახრებაზე და დაჭირდება ხანი არჩევს. ვიდეოს ამოვიღებთ ახლა აქედან? კი, იწერს. თუ ის ხო, ჯეჯობ თუ ანუ აი ასობს. ეს ახლა სრულიად სუფთაა, ხელები გაქვს სველი. ხო. ხელები გაქვს სველი. აი ახალს ანუ მაგიტო ამ თითით შევოდი. ხო, არის. ოკეი. ეს ბოთლით სველია? ახლა სველი ტილოები და საფეთქები ბლომად იქნება საჭირო ამისთვის. ხო. მოციქოსაკ. და ახლა ჭირდება ამას. ჯერ ათობს, ანუ როგორც ვიძახდი, რომ გათობის მომენტი აქვს ამას და 20 გრადუსზე იყო და არ იყო. რამდენი წუთი დაგვიჭირდა? რამ ხელა პრემოებს ადამზად. დაახლოებით აი ამ ხელა პრინტი არის. ამ ხელა პრინტია, ხო? დაახლოებით აი 5 სანტიმეტრი რაღაც. უსაც მახსოვს? და გაახურა რაღაცა ქნა, ხო, აი ჩემერ ჰიტერი ჩართული არის. რამდენი წუთიანი? ჩაწერა ჩართული არის და estimate exposure time აგერ არის? estimate time არ წერია? აი დაიწყო. Hitting the resin tank, please wait. ანუ ხურდება? აჰა. ძალიან ცერემონიობა უნდა. ხო. დაილოცა. ასმელზე არ მოიტყა თითები და თვალში. ხო, ვიცი, მაგიტო აი იდაყვიდა. საერთოდ თორგინა რომ ხელთათვანები გამოგაცვლევინო ახლა. აი მოდელი მაქვს თუ რამე აქ დამატებით. ხო, და მაგას გეუბნები რომ დაუიცრებ. გერ იყოს ჯერ. ნახოთ აბა რამდენი ხანი დაჭირდება. მოგეთ, ეს თავისას იზამს, დავხოთ 10-15 წუთი ალბათ დაჭირდება როგორც მინიმუმ. აჰა. და როგორც შეიძლება მოხადე? მოვდა ესეც. მე სუფთა ორ ჯერჯერობით. აჰა, ესა იზოპროპილი? აჰა. იბაზრე, იზოპროპილის გავსება. ხო, ეხლა ეს არის ჩვენი 99.7%-იანი იზოპროპილის ალკოჰოლი. ესეც ჯობია არ შეისუნთქოთ და ხელში არ ჯობია არ მოხდეთ, ამიტომ უკან გავიგეთ ამ ნიღაბს. და მე ვიჩალიჩებ მე სველ რაღაცეებზე აწი. ოპა. ხო, ის არის. ჩვეულებრივ ალბათ ესე არ გავიძონძგლებოდით, ის რა ვიდეოსთვის. ხო რა, აი ესე რომ დგები. დაკი. იმენა. ამა დაიწყო უკვე? არა, ანუ ეს ის. ეხა auto leveling-ის ცერემონია. საინტერესოა, რამდენი წუთი გრძელდება, ეს უნდა დამენიშნო. მოვიდა სუნი, მოვიდა. ხო.
ნიღვის ნახრეტებიდან აი, მოდის. ამის გამოცვლა ხო შეგვიძლია თუ ესეც ყველა ჯერ ეს არა, ეს რაც ერთი თვე, ორი კვირა თუ გაჩერდა რამდენიც ბეჭდავ, არის, მაგრამ მეორე პატარა იქნება საჭირო, ანუ ჯერ რაც სუფთაში გაუშვა, მე ჭიჭკაში გაუშვა და ჯერჯერობით ეს 2 ლიტრა წესით ეყოფა და სანამ კიდე გაუშვა და აორთქლა ჩამოვაფრო უკან ეს რაღაც. ხო, როგორც ჩანს 10-15 წუთი არ დაჭირდა, დაჭირდა 3 საათი. ხო, მაგრამ საკმაოდ 3 საათი. საკმაოდ ძლიერი ტესტი არის, მაგრამ მორჩა და ეხლა გიორგი გაუძღვება ამ ყველაფრის მოძრობას და ნახოთ როგორ ეს გამოვა. ხელით უნდა მოძრო? არა, აი საფხეკით. კაი, სისტემა რა არის ესე? აი ეს გახსნი. ეს ხო? ხო. გაიხსნა. ხო. კაი. მე უკეთე ბიბს. ეს არის ბიბი? არა, აი ის პლასმასი დიდი. ეს არა, მოიცა, ეს. აი ეს. ეს რო არ დაიღვენთო საკითხით. ოპა, მოდი აქ. ოპა. აი. ბიბი. შესრიალებულია. ეხლა ზედა თავს ხურს, ხო. წევზევით, ხო. ძალით? ხო. მიდი, კიდე. ოპ, ეგ არის. და ეხლა უნდა გამოასრიალო ფრთხილად და თან ისე რომ არ დაიღვენთოს ყველგან ყველაფერი. ეს ჯერ არ გჭირდება. ეს ჯერ არ მჭირდება? კაი, ეს ეი. პერპესტრელებს ხო, აღვიქვა. აჰა. ასაგები. სამძიმი არის. აჰა. კაი. ოპა. კაი. ეხლა ცოტა გადმოგვარე. აი. აჰა. მოდი. აი ეს. აი ესე რომ დაიწრიტოს? ხო. და ეხლა შეგვიძლია ეს გაუკეთო. მიდი აიჩალიჩ. აი ცოტა გამოწიე. სად გამოუწიო? აი ეს რო ჩაეტიოს აქ. ისა. და ეხლა შეგვიძლია ამაზე ჩამოაცო. რა კაია რო წინ დახედული კაცი ხარ. ცოტა კიდე იქით გადმოხარე? მეორე მხარეს? აჰა. რო ჩასიოდეს, ხო. კიდე. ეს ხო გატესტე. ხო, ანუ კიდე გადმოწიე. არა, ანუ რა ვიცი მე, არ ჯდება. არა, ჯდება ეს თუ კუთხე არის პრესა. ანუ ეჭიდავები უკვე და. ხო, კი. კუთხის ამავია. შენ იყავი მართალი. როგორც ყოველთვის. აი აქ დამეწუნწკლა, ნახე, ბიბმა იმუშავა. და მაგიტო არის კარგი. ბიბმა აი წინათ დაიწუნწკლა რაღაცეები. აჰა. გასაგები, მაგიდაზე არაფერი არ დაწუნწკლა. მაგრამ მოდელი და ლამაზი პრიალა მოჩანს. ეს ამით მოწმენდა მოსულა ბიბის? აჰა. არა, მაგას სად შეეხო და ეგრევე სადარი ფინდაგვის პარკი. აჰა. არაფერს არ შეეხოს ეგრევე მივიდე. ტოქსიკური ნარჩენები. ხო. და ცოტა დაველოდოთ რომ ჩაიწუროს მაქსიმალურად და მე სად არის საფხეკი მან არის ხო? ეს რო აკაკუნა დაიხმარება? შეიძლება. მინი ჩაიწურე. ხო, უდესად ჩაიწურე ახლა. შეგვიძლია მოიცა ერთი შევხედო. აუ რა უცნაურია რომ ვერ ვხედავ ვერაფერს საერთოდ. აი. და ახლა აი ამით უნდა მოფხიკო. მაგით კონკრეტულად ხელით ვერ მოვაძრო? ვერა. ერთ ხელი ხომ უნდა მოვკიდო? ხო. არა, ანუ გიჭირავს ამაზე. ხო. უბრალოდ ანუ ამოატრიალებ და ფრთხილად უბრალოდ რამე უნდა გამოვიყენოთ ახლა. თავად პირდაპირ ამაში შეგიძლია. ეს როდის გაიწუნწკლა? ეს როდის გაიწუნწკლა? რა ვიცი, ეგ ალბათ. და სადიდო? აი აქ იდურებ. ხო, მაგრამ ახლა შეგიძლია აი ეს მოხსნა. მოიცა. ო, ესე წინდა ცოტა ძნელია. რაღაც ავღანური ბილეთებია. კაი. ამიანად მირჩევნია რომ მოხსნა. ოპა. აი. აი მაგიანად მირჩევნა რომ მომეხსნა. აჰა. კაი, ეხლა რა შევაკეთებ? და ეხლა შეგვიძლია პირდაპირ ეს ამოატრიალო. და პირდაპირ შეგვიძლია დაუმიზნო. ისე ამაში კიდე რაღაცებს წვეთავ. ხო. ანუ მაგის შეგვიძლია მოფხიკო ეს წვეთები. წვეთები? ანუ ცვივა წვეთები რომ მოფხიკო. მოიცა. ის სამი. დაგიჭირა მას. წვები? მოგიშველა. ჩემ ფეხებს არა კი უწოდები. ოპა. აი. აჰა, გადმოვიდი აქ. ეხლა ეს უნდა ჩავფხიკო, აქ პირდაპირ ჩავატე. წესით ანუ სილიკონის რაც მატი უნდა იყოს სადაც ჩაფხეკ.
აჰა. მაგრამ პირდაპირ საერთოდ არის სილიკონის მატერიალი არ მოყოლეს. აბა. რა წესით უნდა გქონდეს. ხო, აბა. აუ. ცოტა ისე დაიჭიე რომ არ კამერაშიც გამოჩნდეს მოფ. ისა ძალა უნდა დავატყო. ანუ კარგად მიწევებული არის და ანუ აი ძირი არ უნდა ედოსო და ეს რა ანუ ამას ადებს რა ანუ მასთან ადებს მე იმას საპორტები. აჰა გები. არა, იმენა უნდა შეგიძლია ჩაარტყა. ხო, ესე კარგად მიეწება. აი. იგი ზემეთად კარგად მოგვივიდა, სწორად დასაწევი. ეგრე დაუწიოთ. აუ რა ვიცი, მე ხო, ეგრეა, ერს არ შავარტყანდი ესე. აბა. ეგრევე. ჩავარდა. და ეხლა შეგვიძლია ეგ უკან დაუბრუნოთ, სადავდა ეს კუთხე? ისე წავს. ეს ოპა, კი, სუნები დაიძრა. მოვიდა სუნები. ჩამოსვათ ეს. დავახუროთ ამას და 4 წუთით, ან რაც სულად საკმარისი არის ამისთვის. ნაკავშირად უნდა გავშორთოთ ისეთთან. ეს არის. ბაუ. ეცა. კარგად რო გამოშეს წინიდან მოვიპარები. აი 4 წუთი და წავიდა და დაიწყო ტრუალი. აი. აუ იმე კარგად ჩაიხედე. იმე დაცურავს აქეთ. დიდი კამერა მოვიტანეს. ეცა. აბა. ეს ცეცხ ალებადი და ფეთქებადი ანუ სითხე ყოფილა. ხო, სპირტი არის. ალკოჰოლი. ტრიალებს და უკვე გაჩერდა. რატო გაჩერდა? ანუ ეთქვა შუაში არის. და ეპიცენტრში არის. მოიცა? ამის გახსნა ეხა. აი დატრიალდა ის. წვე მოარტყა გაჩერდა. აი კიდე. ოპა. 3.5 წუთი მაგისი და ოპა. აი ეს ხელსაწყოები კიდე დამჭირდება მე? ამას რა მოიღებთ და ამაშო ჩადო. ოკეი. და ამასაც მე 4 წუთი უნდა. და ეგა. გვაქვს მზად მოდელი. მაგრამ რეალურად ანუ ის შიგნით შესანათებელსაც გამოვიყენებდი ვაფშე და ეხავე თან, იმიტომ რომ ის აქვს, ნახე. რაღაც ჰელიქტივით ხო არის მოჭრილი და რაღაცა ღრუები აქვს შიგნით. და ეგ შეგვიძლია სადავდე. ეგ არის. და ეგ უმაგრდება იმას გვერდიდან. ხო და ამ ვეც რა ვუხსნა ეხლა. ეს ღია ტოქსიკური რეზინის ვეთი არ მომწონს როგორც ესეთი. ეს ბიბი შეგვიძლია. ხო, ბიბი უშლის ხელს. ხო, ბიბი შეგვიძლია მოვადრო. ხო და ბიბი არ მინდა რომ მოვადრო, იმიტომ რომ როგორც წვეთები აქვს. ხო და წვეთოს პირდაპირ ემაში, აბაზარაში. ეს წმინდება მე? თუ ისევ იმ იზოპროპილით უნდა გადავწყვეტო. ან იზოპროპილით ან რა ქვია ეს ჯერმების სალფეტკით რა ის. ბიბი. მომყევი ბიბი. აჰა, მომყევი. ნუ, კაირო წვრილი პლასმასის გადაარ. აჰა, ესეც ამასობაში. ხო. იყო. მოდი. და ეხლა ეს ავხადოთ. და შეგვიძლია პირდაპირ ამიან ამოიღე. შენქენი. ეს ამაზე ეტევა? ანუ რკინია და არ უნდა დადო. არა? არა. რატო? რატო? აი. მოდი სიხარულო. დათქეფე რომ ჩამოწვეთოს. ეგ არის. ამ მოატრიალი რომ ჩამოვიდეს და ეხლა შეგვიძლია ცენტრში ასამე დადო. ან ყოველს გაიქნება ცოტა კიდეზე დადო, რადგან აი ქოვიდანაც რო ანათებს. აჰა. აი. რაღაცა შეიძლება პატარა ბურთულა აქვს და ეგ ტრიალებს ამით. აი. აი, აქ რო ქოვიდანაც მიანათ. ჩამოხავთ. უკუღმა რო დამედო, ალბათ შევდო. ეგ არის და ეხლა ამაზეც სათვალე დაიქრი. არის 4 წუთი სრული საკმარისი არის. სათვალე დაიქრი, სათვალე სადავდეთ. სათვალე აი ერთი აქ არის და მეორე წინ დევს იმის. დაიქრი ესა? ოპა. აი. ეხა უკვე ხო შემიძლია ესენ რო გავიხადო. კი. აჰა. ისა. ეს ბოთლი მაინც ამ სინათლეში არ დავდოთ? ხო.
ანუ მაინც დაცული არის, მაგრამ შეიძლება რაღაცა მაინც მოხდეს შეგინდა დაიქნას და ესეც სპირტი არ აორთქლდეს, დავახუროთ. ჩავკეტოთ. ამ ხელთათმანებს ყრინ უკვე? თუ კიდე დამჭირდა. არ ვიცი ის უსვია. ჯობია გადაყარო ეგრევე. ხო, რეზინი უსვია აშკარად. და აქ კიდე, აი ჯობდა რომ კარგად გამეწმინდა ეს ბიბი. სანამ ხელთათმანებს გადავყრიდი. და ჩვენ კიდე გვაქვს. მაგრამ ბიბი რადიოლატრიალებს ეს ახოს. კამერაში. რამდენად გამოჩნდება არ ვიცი ეს ულტრა ისფერი. მაგრამ შემიძლია ერთი რაღაც ოქნა, რაც არის დაიცა. მეორე სათვალე მაიტა. აბა ეს სათვალეცადე. ამას მე გავიკეთებ. და კამერას მივცემ. რაც მოყვა მაგ სათვალეს. და აუნახოთ. კი. იდეალურად მუშაობს. და ნელა ძალიან ტრიალებს, ბრუნავს. იქიურება. და თოთ ნახევარი კი გავიდა ამასობაში. ოპა. მაშინ ის იზოპროპილი თლიანად ჩასალე იმაში? ორი ბოთლი. რაღაცა მინდა რომ დავასრულო იზოპროპილში და იმას ვქნა. მადლობა. ხო, რაღაც მინდა რომ დავასრულო იზოპროპილში და იმით გავწმინდო ეს. ნახე. აუ ბიჭო, უსერიოზულესი ხალხი ვარ, ნახე. ანა თებს ესა ყველაფერი არის. დისკო. კი. ხოდა. ამის არ მეჩხარებოდი. ესეც მაგრამ აი ვიზუალ უკვე აი აქერვე რო უყურებ, აი ჩახედე. ტექსტი და რაღაცა იმინა რა კარგად ჩანს. აი დეტალიზაცია შედარებთან ნახრეთიც აქვს რომ არ ჩარჩეს ჭირით რაღაცეები. და ეს უსაყვარლესი ის რო არ ჩანს ამ მათემაზე. იზოპროპილზე ხელი შეხება რამდენად გვიანურია. ანუ სპირტი არის რა. გაგიშება უბრალოდ არ უნდა დავლიო, ხო? მოგდეს, რაც თავარია. და ეს ბამბა არ არის, რასაც ვასვენებ. რა არის? ის სალფეტკი, რა ვიცი. ეხლა ბარათას ხო დავუხუროთ რომ შევთხოვით არ წავკრათ ხელი და არ გადმოტრიალდეს. მაგრამ როგორც ხედავთ, ანუ ძალიან მარტივი არის. ხო, არა. ვითომ ეს ანუ ესეთი ანუ კი ჭყალებში იაფიანი პრინტერი არის მაინც ანუ ჩვენი მოკდევებისთვის გაკეთებული, მაგრამ აი უბრალოდ ჩართე შეეგდე მოდელი და მე მგონი არაჩვეულებრივი მოკდავები ვართ ჩვენ. ანუ ფასების და მიხვდეთ ანუ ეს ჩართული მაქვს. კი. ანუ თერჯამში ანუ თავისი ფასი 400 რამდენი დოლარი იყო. შავ პარასკევზე? შავ პარასკევზე მთლიანი კომპლექტი იყო 550 დოლარი. 500 არა, 565 დოლარი იყო, იმიტომ რომ ხო, ეს curing station-ი ორი ვარიანტი იყო რა, ზოგ და ეს ხუდი არის ხო? რა ხო და ანუ ყველა დიდია. ხო. და ანუ პრინციპში ახლა ამის ბედი მთლიანად ამაში ეტევა და რა ვინო? მე ხო 550 დოლარი. ეგ არის. მორჩა და შო, ეხა უკვე შიშველი ხელებით შემილია შენ, ხო? მოიცა ის მომენტი, ისა, აი ეს ზონდი მაიმუნობა. ჩავრთოთ. ბარემ. ბოლომდე გავწუროთ. ეხა აი შიგნით რო რაღაცა ისინია. და შიგნით რა გასაები. ხო, ხო ასე არა. კი 550 დოლარი. და ძირზე ხო იდო რა, ხო და აბა მივაწვევ. ძირზე აი ამაზე აი ერთი ელდი ეგ და კი, აი ნახე აქ პატარა ნასრეთი აქ რო დაიწრიტოს კარგად. კაი, ეხა ეს არის. პირველი ტესტი რა არის? რა რომ შეგრძნებით არ უნდა იყოს რბილი. რბილია რა ზეთიანი ვის რა. ზეთოვანი, ბრჭყვიალა, ასე შემდეგ. არის? არა. მაგრამ მაინც აუ არ ვიცი რა, არ ვიცი როგორი შეგრძნება უნდა მქონდეს რა, ანუ პირველად რო ვაკეთებ. არა, ყველაფერი რიგზე ჩანს. გამომცხარს გავს? აი, მოდი ეს გამოვთავ მაშინ. ობა. და ეს შეგით არ ჩადო, მაინც ეს თუ დავუხურო. ასე ვკეთე. ლები. ანუ აი ანაბეჭს არ უნდა რჩება.
ანუ რითი არ მართან bed plate-ის ხო, ბედფლეიტი კი. უი, ჩაფხეკის ტესტი არსებობს კიდე. ანუ და ჩაფხეკავდე ძირზე ჩავხეკავ. კამერისთვის ტექსტი ყველაფერი ხო და ჩას. თან აი ეს რო ვიდახდი ძირი. ხო და ძირი ხო ყველაზე ცუდად უნდა გამშრალიყო. ხო და ძირზე ჩავფხეკავ და თუ ძირი ჩაიფხიკა, კი არა და თუ ძირი არ ჩაიფხიკა, ესე იგი არაფერი მაგრამ აი ტექსტი გინ ზევიდან, გინ გვერდებიდან. ანუ ეს ახლა რა სიმაღლის ლეიერებია. 0.05, ანუ 5 მიკრონი. ანუ ეს ანუ 5-ჯერ უფრო წვრილად შეგვიძლია. ეს ბატონო? აუ. აი ეს ბაზრ შევიტყობს. აქ არის ჩაფხეკვის ტესტი. ჩავკაწრე რაღაც. ანუ ჩაიკაწრება. მაგრამ ეს ყველაფერი იკაწრება საერთოდ. მაგრამ ანუ რკინით ხაჭი პლასმას ჩაიფხაზდება. ხო. არა, ვიცი. მე მგონი ეგა, ხო რა. ხო. Saturn 4 Ultra 16K. Yay. ეგ არის და ეგ ბანდობა ყურებისთვის და შეკვეთები მალე მიიღება. აგედა. ესეთი აი რქვა მას. ეტლი. ესეთი ეტლი მაქვს ეხა ამიერიდან. აჰა. Bye bye.